თბილისის ბოტანიკურ ბაღში ყველა სეზონი თავისებურად ლამაზია, თუმცა გაზაფხულზე აქ მთელ სივრცეს იასამნების ფერი და სურნელი ავსებს. იასამნების საკოლექციო ნაკვეთი, რომელიც 56 წლიან ისტორიას ითვლის, 12 ტერასაზეა გაშენებული. ნაკვეთი 700-მდე ეგზემპლარს, 113 ჯიშსა და 20-მდე სახეობას ითვლის. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ველოდებით ძალიან ბევრ დამთვალიერებელს დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში მაისის შუა რიცხვებამდე იყვავილებს იასამნები. ჩვენ საკოლექციო ნაკვეთში ვიზიტორებს შეეძლებათ მოხვედრა მთავარი მარშრუტიდან ცენტრალური შემოსასვლელიდან ძალიან მარტივად, რადგან დამონტაჟებული გვაქვს საორიენტაციო მანიშნებლები. ძალიან მრავალფეროვანია ჩვენი კოლექცია, ძალიან კარგი სურნელი ტრიალებს, სასიამოვნო გარემოა ნამდვილად და ყველას, ვისაც არ აქვს ნანახი ჯერჯერობით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების საკოლექციო ნაკვეთი, ველოდებით ბოტანიკურ ბაღში. უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ვმუშაობ. ჩემ მოვალეობებში შედის იასამნების კოლექციის კურირება, სხვადასხვა აგროტექნიკურ ღონისძიებების ზედამხედველობა და ასევე უშუალოდ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება. ეს გამხარია მოუჭრათ. ძალიან გასახარია, როცა მთელი წლის გაწეული შრომის შემდეგ მცენარე გვიფასებს ამ შრომას და გვახარებს ასეთი უხვი თვალწამტკიცი ყვავილობით. ბაღის მოვლა დიდ შრომას მოითხოვს. მებაღეები თითოეულ მცენარეს განსაკუთრებული ყურადღებით უვლიან. იასამნების ეს კოლექცია წლების განმავლობაში იქმნებოდა. ნაწილი ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გამოჩნდა, ნაწილი კი შედარებით ახალია. ისტორია იასამნების ნაკვეთის იწყება 1960-იან წლებში. ის დაპროექტებულია ცნობილი ქართველი ლანდშაფტის არქიტექტორის გიორგი მანაგაძის მიერ. აქ წარმოდგენილი ჯიშები განსხვავდებიან მაგალითად ყვავილის ფორმით, წარმოდგენილია როგორც მარტივ ყვავილად ჯიშები და მაგალითისთვის მოვიყვან ევლინ მარსეს სელექციის ყველასათვის კარგად ნაცნობ ჯიშ სენსაციას. ასევე წარმოდგენილია ბუთხუზყვავილიანი ჯიშები. საკოლექციო ნაკვეთზე წარმოდგენილია სხვადასხვა სელექციონერების განსხვავებული ჯიშები, მაგალითად უმეტესი წილი ეკუთვნის ფრანგულ სელექციას, ისეთ სელექციონერებს, როგორებიც იყვნენ მაგალითად ლემუანი, გერმანული სელექციის იასამნებს, როგორებიც იყვნენ ლუდვიგ სპეტი. უკრაინიდან არის ძალიან ბევრი და საინტერესო ჯიში ჩამოტანილი ჩვენ საკოლექციო ნაკვეთზე. ასე რომ ძალიან მრავალფეროვანი არის, ძალიან დიდი შრომის ფასად არის თითოეული ეგზემპლარი მოპოვებული და დარგული ამ საკოლექციო ნაკვეთზე. იასამნების საკოლექციო ნაკვეთი ბაღის ცენტრალური შემოსასვლელიდან დაახლოებით 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ეროვნული ბოტანიკური ბაღი იასამნების ყვავილობის სანახავად დამთვალიერებელს მაისის შუა რიცხვებამდე უმასპინძლებს.